გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ახართ, როგორ კარგად უნდა იყოთ. და როგორც ყოველთვის ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნას. ჩვენ კიდევ დავიწყოთ, არა? სიტყვა კეცე ვერა და ვერ მოვიშორეთ რა. ნუ რას ვიზავთ, ასეთია ჩვენი ასე თქვათ ბედი თუ მუშაობა თუ რაც არის ცხოვრება. აქედან გამომდინარე ყოველ შემთხვევაში გზას ვერ კეცავთ, მაგრამ ფიქრებს კეცავთ. ეხლა მე ვიმყოფები ისე და ისე ნევადის უდაბნოში, ცოტა ხანში გადავარ კალიფორნიის უდაბნოში და თქვენ წინა ვიდეოებიდან იცით, მივდივართ 1000 მაილებს. და ფიქრობ და რა გამახსენდა იცით ამ დღეებში მე მინდა ვილაპარაკო ონორო დე ბალზაკზე. მე მიმაჩნია ეს წერალი ყველა მწელის მასწავლებლად. თან წარმოიდგინეთ, როდის მოღვაწეობდა მე-19 საუკუნის დასაწყისში და ნუ მაგაზე შემდეგში ვილაპარაკეთ, მაგრამ ეხლა გადავავლე რა მის თვალს და გამახსენდა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია გოფსეკი, ხო? ეს არის ერთი ცნობილი მევახშე, რომელიც თავის ცხოვრებისეულ მისი შემოსავალი არის მევახშეობით, მაგრამ ეს მევახშეობამდე სანამ მიაღწევდა ამ სიმდიდრეს და მე ამ ფულის ტრიალს დაიწყებდა. ნუ ამაზე მე ჩვენ კი ვილაპარაკეთ, მაგრამ რითი თქმა მინდა იცით, აი ვინაიდან გოფსებზე დავიწყე საუბარი, მან დააკ ასეთი მისი ფილოსოფია ცხოვრებისეული, რომ და მგონი აი მეც წინა ვიდეოებში თქვი, რომ ფაქტობრივად მასეც არის რა, მოქმედება ჩვენი ეს წვალება, მუშაობა და საერთოდ ცხოვრებისეული გზა ფასდება შედეგით, არა? შედეგი, რომელიც გამოისახება ფულით. ოდა აი გამახსენდა გოფსეკის სიტყვები, რომ მაგი ოქროზე ლაპარაკობს, ნუ ერთი და იგივე აზრია. და ცხოვრებაში ადამიანებიო წვალობთო, აი რაღაცა დაემთხვა ეს ჩემი აზრი. ჩვენ გვინდა კაი ცხოვრება, ვცდილობ და საბოლოო ჯამშიო შედეგი არისო ოქრო. და ამ ოქროსკენ მიმავალი გზაო, ბევრი თავიდან უნდა იზრუნო. თორე ზოგიო გვიან იწყებსო და მერე ვერც აღწევსო და გონიათო, რომ დრო ყოველთვის მოეცემათო, მაგრამ უკვე ასაკში რო შევა და იმაში რო შევაო, მე უკვე გვიან არისო. აი რატომღაც ხო და მე ამბობს, რომ რა არის დანატოვარი შენი ცხოვრების დანატოვარი ეს ოქრო და ეს ყველაფერი ეს ცხოვრება არის ფაციფუციო. და ეს დანატოვარი და ეს შენი ნაშრომიო, მე რო შენო ასაკში რო შეხავრო, ამისთვის რომ გინდა რომ ეს გამოგადგესო და სიმშვიდეში იყო და მე ახლა სიმშვიდად ვარო. კიო, არ ნერვიულობ, მაგრამ ჩემი ოქრო, ჩემი სიმშვიდეო და ყოველ შემთხვევაშიო ისე ვიციო, რომ ისე მოგტებიო, რომ წყნარად ვიქნებიო, იმიტომ რომ მე მაქვს ოქრო და ოქრო არის ჩემი ყველაფერიო. რომ დაფიქრდე ამ კაპიტალისტურ სამყაროში და სამყაროში, სადაც ფული ტრიალი და კაპიტალი წვიტავს ყველაფერს, რაღაც მართალიც არის, ხო? მაგრამ მე ჩვენ ახლა როგორ ავართ ხოლმე, ჩვენ ახლა მაინც საბჭოთა პერიოდში გაზრდილი ადამიანები და ადამიანებაზე კაცობაზე რო გვაქვს პრეტენზია, ჩვენ ვიძახით ხოლმე ადამიანი ისე უნდა იცხოვროს, რომ დატოვოს სახელი, დატოვოს პატივისცემა და მისი სახელიდან გამომდინარე, რომ მისმა შთამომავლობამ უნდა იამაყოს და ასე თქვათ ხიდი უნდა იყოს მომავალი თაობისათვის. მაგრამ ბევრს ახლა ამაზე გაეცინება ასეთი სიტყვებისთვის, იმიტომ რომ ზოგი იძახის პირდაპირ რა თმინდა კაცო მე ეხლა ვიცხოვრებ და ეხლა ჩემ შემდეგ ვისაც უნდა წყალს წაუღია ყველაფერი, ხო? ასეთი გამონათქვამიც არის, რომელიც რა თქმა უნდა უმეტესად ჩვენ ყოველ შემთხვევაში ქართველებს და ჩვენი მენტალიტეტის ხალხისთვის ეს არის არა პოზიტიური, მაგრამ რო დაფიქრდე რეალურია, ხო? ადამიანი იძახის, მე რო წავალ წყალს წაუღია ყველაფერი და ასე შემდეგ.
ეხლა მე რასაც საუბრობ, ეს ასე ვთქვათ, მიმდინარე რეალური ცხოვრებიდან გამომდინარეა, ხო? რასაც ფიქრობს მატერიალისტი ადამიანი, მაგრამ ამ დროს ჩაერთობა უკვე რელიგიური ადამიანი, მორწმუნე ადამიანი, რომელიც როგორ აგვაქვთ, რომ ჩვენ ეს ცხოვრება ეს განვლილი ხაზი ხო იცი სასაფლაოზე რო წერია დაიბადა აქედან ის ხაზი აი ცხოვრებას გავიდა ის ცხოვრება ეს ჩვენ ვართ აქ მოსულები ყოველი ნებისმიერ სარწმუნოება გვასწავლის რომ როგორც გმურები მოსულები ვართ ამ სამყაროში და ის ქირავნობის ანუ ცხოვრების ბოლო რო თავდება მე უნდა გადახვიდე სხვა სამყაროში ასე ჯერათ მორწმუნე ადამიანებს მაგრამ არიან კატეგორია ადამიანების რომელსაც ჩვენ ათეისტებს ვეძახით რომელიც არაფერს არ ჯერა უბრალოდ ამბობენ უნდა განვლო ეს ხაზი და всё დამთავრდება ყველაფერი ამაზე მიდის ფაქტურად მთელი კაცობრიობ რაც არსებობს მაგაზე ფიქრობენ ხო არსებობს ხორება თუ ეს მართალია ასე თუ როქტებით მივდივართ თუ თავდება ყველაფერი ეხლა ისე გამოვიდა თითქოს ამ იმაზე საუბრობ ამ თემაზე მაგრამ ეს გინდა არ გინდა ძალეუნებრივად ყველა ვიფიქრებთ ამ თემაზე ახალგაზრდა ხარ შუახანის თუ ასაკში ხარ ამაზე ყოველთვის ვიფიქრებ გამორიცხულია რო არ ვიფიქრო ამ თემაზე ზოგადად ახალგაზრდისთვის ეს ცოტა ისეთი მიუღებელი თემა რა დროს ამაზე ფიქრია როცა მოვადრო და უცო ასაკში რო შევალ და უყე რომ მივახლოვდები თქვათ სიკვდილის პერიოდს და ასე შემდეგ მერე დავიწყებ ამ თემაზე ფიქსო ხო არიან ასეთი ადამიანები მაგრამ საერთო ჯამში ეხლა რეალურად რო ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ ესეთი თემა გინდა არ გინდა ნებისმიერ დროს მარტო რომ მოხვდები ადამიანი ხო იცი მაინც ადამიანი როდის უფრო ფიქრობს ასეთ თემებზე როდესაც მარტო ხარ და მე ხო ეხლა სულ მარტოა ფაქტიურად მაგრამ მაგას არ აქვს ნიშნობა ხა მანქანაში ხარ თუ იქ ხარ თუნდაც ძილის წინაც ან ყოველთვის ადამიანი ფიქრობს ამ თემებზე გინდა ასე თქვი გინდა ესე თქვი ეს რეალობაა და ისევ მახსენდება ეს გოფსეკი და სადაც ამბობს რა მე ხა გოფსეკზე რატო ლაპარაკობ აი მაინ არ ვიცი ახლა ეს რა თქმა უნდა თქვენი არჩევანია და თქვენი ის არის მაგრამ მე ვამბობ იმას რაც მე მგონია რომ რეალობაა რომ გოფსეკი პიტაპირ ამბობს ცხოვრება არის ანგარიში თავიდან ბოლომდე სულ ანგარიშობ ახალგაზრდობაში რა გაქვს შუა ასაკში რა გაქვს მომავალში რა გექნება და უნდა იჯდე იმასთან კალკულატორთან და თუ უნდა ანგარიშობდე შენი ცხოვრების როგორ თქვათ ანგარიშობ შენი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში სად როგორ ხარ ასაკეთებ და როგორ იქნები და როგორ არა ესე იგი ყველაფერს უკავშირებს ანგარიშს ანუ ოქროს ანუ ფულს და მე სადღაც ვეთანხმები კიდევაც იმიტომ რომ ფაქტიურად მასეც არის ხო ეხლა ყველაზე როგორ თქვათ ოქროს ხანო ადამიანის ცხოვრებაში არის ბავშვობა ხო ბავშვობა 15-16 წლამდე ხო სადაც შენზე ზრუნავენ შენ არ ზრუნა მაგაზე დედა მამა ათესავები და ეს არის ყველაზე ოქროს ხანა იმიტომ რომ შენ ამაზე არ ფიქრო მაგრამ უყურეთ მაგრამ ამ ბავშვების შობლები უკვე ანგარიშობენ ამ ბავშვზე და რას გულიხო ანგარიშობენ რომ მიიყვანონ კაი ბაღში ბაღი ისი არა მიიყვანონ კაი სკოლაში რომ ეს სკოლისთვის მიიღოს კაი განათლება მე ეს სკოლის განათლება გამოადგეს იმაში რომ კაი უმაღლესი მოხდეს მიიღოს განათლება უმაღლესი და ეს განათლება მერე გამოიყენოს ცხოვრებაში რომ ის იმანაც უკვე თვითონ ბავშვმა რახან საფუძველია განათლების ამ განათლებიდან გამომდინარე იანგარიშობს მთელი ცხოვრების მანძილზე სად როგორ და როგორ მოხდება რომ იყოს კარგად ანუ მატერიალურად ბედნიერად მაგრამ ამასაც უნდა ყველაფერს ანგარიში აი დამთავრდა ბავშვობა უკვე მოხდი უკვე ადამიანი ხდება სტუდენტი და ძალაუნებრივად ფაქტობრივად ახლა 18-20 წლის შემდეგ უკვე ფაქტობრივად ყველა ადამიანი დამოუკიდებელია თუმცა ახლა ჩვენ სანამ ზოგჯერ ახლა ეს გადახრები არის ხოლმე მშობელი ხო შობლით სიყვარულზე გამომდინარე 40-45 წლის არიან ახლა ეს უკვე გადახრებია რომელსაც მშობლები ზრუნავენ ნუ ეს გადახრა მაგრამ ჩვენ ვიძახით სტაბილურად და ნუ უკვე სტუდენტი ხარ და უკვე იწყებ შენი გეგმები გაქვს ხო
გეგმები რომ აი დავამთავრებ, იქ წავალ, იმას გავაკეთებ, ამას ვიშოვი და ესეც ფაქტურად ანგარიშია, ხო? მე ამ იმედით ხარ რომ ინსტიტუტს დაამთავრებ, იმას დაამთავრებ და მე შეუდგები ცხოვრებას. და ფაქტიურად უკვე 25 წლიდან 50 წლამდე აწყობ შენ ცხოვრებას. აქაც ანგარიშობ, იქ ასე გავაკეთებ, იქ გავაკეთებ, იქ მივახცებ, ამას მივახცებ, იმას მივახცებ. და როგორც ხდება, ზოგი აღწევს, ზოგი ვერ აღწევს და გოფსეკი როგორ იძახის. ზოგი კარგად ანგარიშობს, ზოგი ცუდად ანგარიშობს და ბოლოს უკვე აი ზოგადად ხო ამბობენ ხოლმე რომ აი 50-55 წლის ასაკის შემდეგ შენ უკვე შენი ცხოვრებას რო გადახედავ, აბა შენმა ანგარიშმა და შენმა გათვლებამ მიგიყვანეს შედეგამდე თუ არ მიგიყვანეს. ეხლა ცხოვრების შეურ ანგარიშებზე მანდ ორი გზა არის, ხე შენ თუ ახალგაზრდა ხარ და შენ მათ წინაპრებმა უკვე წინასწარ უკვე კარგად იანგარიშეს და შენი იმათი დანატოვარი შენ გრჩება, კარგია. მაგრამ არის რომელსაც არაფერი დანატოვარი არ აქვს და ნოლიდან იწყებს, ხო? ყველაფერს. ეხლა ლიტერატურის ცხოვრებაში თუ ასიზა ხა ზოგი დიდარია, ზოგი ღარიბია, ზოგს უმართლებს, ზოგს არ უმართლებს. მაგრამ დიდარი ღარიბის და ყველა ანგარიშობს. წინაპრებმა დაუტოვეს დანატოვარი და იმაზე კარგად იანგარიშა და ის 25-დან 60 წლამდე, 50 წლამდე, 60 წლამდე პირობებიც აქვს, სიტყვაზე სახლიც გაქვს, მანქანაც გაქვს, ამდენ შენ პროფესიულ შენ იმას ანვითარებ, კარგია, მაგრამ არის რომელსაც არაფერი არ აქვს, არც ბინა და ამ მანძილში 25-დან 50 წლამდე ეს ყველაფერი უნდა შეიძინო და პარალელურად სხვა რაღაცასაც უნდა მიაღწიო. მოკლედ და კონკრეტულად მე შეიძლება ჩახლართულად ვამბობ, მაგრამ ეს არის ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით, თავისი ემოციებით, თავისი ისტორიებით, თავისი ამბებით, თავისი ღალატებით, მოკლედ და კონკრეტულად რასაც ქვია ცხოვრება. და მე მოდის უკვე პერიოდი, უკვე თუ მიაღწია ადამიანმა შედეგს, უკვე ტკბება თავისი შედეგით და თავისი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილებით უკვე მომავალ თაობას უზიარებს, თუნდაც ცოდნას, უმეტესად მაინც ძირითადად მოპოვებულ ქონებას, ეს ყველაზე კაი ვარიანტი შვილიშვილებს, შვილიშვილებიც მე ამაყობენ თავისი ბაბუით თუ ბებით წინაპრით და მე მოდის უკვე სიბერე, რომელიც უკვე ემზადები უკვე შენი ცხოვრებიდან გამომდინარე, სად როგორ და რანაირად უკვე აქაც სხვადასხვა ვარიანტებია. უკვე ასაკში რო შედის ადამიანი, თუ მიაღწია იმ თქვათ საცხოვრებელ ადგილს, რაღაც ბიზნესს, სტაბილურობას და უკვე უძლური ვარ ორგანიზმი და უკვე სუსტი რო არის, ტკბება თავისი იმითი, ხო? აქვია ნამოქმედარით. უმეტესობა ვერ აღწევს ამას და ქონება არ აქვს, ტკბება თავისი, თქვათ, შვილი დატოვა, შვილიშვილი და განათლება მისცა, რაღაცა წიგნი დაწერა, მუსიკა დაწერა, ქონება არ აქვს, მაგრამ რაღაცა დატოვა და ფაქტიურად ჩვენ ადრეც აგვაქვს ამაზე ნათქვამი, ყველაზე დიდი შიში, აქ არის შიში, რომ შენ მომავალ თაობას არაფერი არ დაუტოვო. ფაქტიურად შიში იმისა, რომ შენ რო წახვალ ამ ქვეყნიდან და შენ არაფერი არ აქვს დანატოვარი, რაღაც ეს ძალიან მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. თუმცა არიან ადამიანები, ესეც არ აინტერესებს და გაივლის თავის ცხოვრებას, თქვათ იქ ასაკში შევა, მოგტება და ჩათვლის რომ ასე უნდა იყოს და წავა ამ ქვეყნიდან. მაგრამ მაინც 100%-დან ალბათ 95% ყველა მაინც იმაზე ნერვიულობს, რომ ვის რა დაუტოვოს და თავისი სახელი, წიგნი, მუსიკა თუ რაც არის, რაღაცა დაუტოვოს, ხო? ან ქონება რაღაცა. ეს ხო გეთაღა ჩვენ ქონდა ასე ყველაზე დიდი შიში, რომ ამ ცხოვრებაში არავის არაფერს არ დაუტოვებ. ალბათ ესეც ცოტა ესეთი თემა, რომელსაც დიდი განცობა უნდა, მაგრამ მოდი ახლა ცოტა რო არ დავტვირთო ჩვენი ვიდეო, მე უფრო ცოტა მარტივ იმაზე გადავდივარ. ეხლა ვინაიდან ამერიკაში ვარ და რატო წამოვიწყე ეს საუბარი, ხო? აი ახლა ამერიკაში ხო მუშაობ,
შეიძლება მილიონები ვერ გამოხვიდე, შეიძლება რაღაცას მიაღწიო, რაღაცა და მე ხვდები რომ შენი ნამუშევარი მთელი ცხოვრება რომ მუშაობდი. დიდი არაფერი არ არის თუ ნორზე ხარ ან რაღაცაზე და მე ფიქრობ ნებისმიერ ვარიანტში რომ ცოტა სიბერეში მაინც დამშვიდე და დაწყნარდე და წნარად იყო და ყოველ შემთხვევაში იმ რიარიაში რასაც ქვია ფული შოუნაც მთელი ეს თავისი ისტორიები და იმით აღარ გინდა უკვე არც საშუალება გაქვს და არაფერი და გინდა შვიდად იყო და აი ეკაც გახსოვთ მე წინა ვიდეოში რო გაჩვენეთ ეს ტრაილერი ძღოლი პენსიონერი ტრაილერი როგორ ვიჩევდა ეხა ტრაილერი ძღოლები ვინან მე მაინც ტრაილერზე ვზივარ და როგორ თქვა იმან ხო იმ ჩვენმა მაშინ რომ სად მუშაობდი საცხოვრობდიო და 18 ბორბალზეო გახსოვთ და მე უცბად ვერ მივხვდი რა და თურმე ტრაილერი ძღოლი ყოფილა და ტრაილერში ცხოვრობდიო მთელი ცხოვრებაო და მე იმუშავებ ბავშვები გაიზარდნენო და საწავსული ვიყავი და ვარჩიე და აქ გადმოვედიო და აი ესეთ ადგილას ვართ ეხლა ჩვენც აი ხა წამოვიდგეთ ეხლა უდაბნოში ეხლა ჩვენ რომ მოდივართ ამ უდაბნოში კი გასაგებია რაღაც ეგზოტიკაა მთელი ამბები მაგრამ ასეთ ადგილებში მაინც ცხოვრობენ ასაკოვანი ხალხი რომლებმაც განვლეს თავისი ცხოვრება იმუშავეს ვერ მიაღწიეს რაღაცას მაგრამ მაინც ისე სიბერეში პრობლემები რო არ ქონდეს და ის რო არ ქონდეს გადაწყვიტეს რომ აი ეყიდათ რაღაცა იაფი რაღაცა სახლი და აი ესე გაეტარებინათ. მოდი ახლა გავიდათ პოლიცია არ დამხვდეს ერთ წუთი. აი ახლა სად არის ახლა რაღაცა საწარმოა უდაბნოში, ხო? არ ვიცი აქ შეიძლება ვიღაც ახალგაზრდობაში ან იმაში მუშაობს და მე უკვე აქ ცოტა ძალიან პატარა სახლია, პატარა დასახლებაა. და დარწმუნებული ვარ ახლა აი ესეთ სახლში მოვიდა ახლა ეს ასაკოვანი ახლა ახალგაზრდა ხო არ მოვა აქ რა აი ესეთ სახლში და ცხოვრობს რა თავისთვის რა. გახსოვთ იმ მოხუცმაც რო გველაპარაკო რომ 25 მოსახლე ვართო და ვართო ჩვენთვისო და პენსია აქ იმას ამერიკული პენსია თქვა მთელი ცხოვრება იმუშავ და ყოფნის იმამდე რომ აი ესეთი პატარა ბუტკა სახლში გადაიხადოს ან რა ვიცი იხდის არის რა არის არაფერი არ არის აი ესე პატარა ბუტკა სახლებში ცხოვრობენ და არის თავისთვის რა რასაც ეძახიან სიმშვიდეს ასე ვთქვათ მოდი ახლა ესე უდაბნოში ვარ გავიდეთ და ისეთ იმაში მოხდეთ აი ფაქტურად წინა ვიდეოში რო ვიყავი იმ კაცმა რა აი ესეთი სახლებია რა ნუ რატო დავაკავშირე იმას კი ვნახავთ მე ბოლოს მაგრამ მაინც აი როგორ გითხრათ არ ვიცი ხა შეფასება ქვია ამას თუ არ ქვია შეფასება მინდა შევაფასო აბა თქვენ დამეხმარებით ახლა ისი თქმა მინდა ალბათ ხვდებით ნუ რა არის ჩვენი ცხოვრება ნუ ბედნიერება როდესაც გშება შვილები და უკვე ასაკშიც რო საქმეში ხარ რა თქმა უნდა მაგრამ მაინც საქმეში არ არიან ადამიანები ასაკი მაინც თავისაშვება და ერთ სიტყვით აი სიბერეზე მინდა, ნუ სიბერეზე ალბათ მერე ვილაპარაკებთ ყოველ შემთხვევაში. მანერად მოვემზადები. მაგრამ უბრალოდ აი გაჩვენებთ ნუ მაინც ასე თუ ისე მაინც შევეხეთ იმას, რომ აი რა არის ჩვენი ცხოვრება, მუშაობ და მერე ბოლოს უნდა სადღაც გაჩერდე და იცხოვრო სახში. ამ ლაპარაკში გამახსენდა კრილოვის იგავი რო არის, იგავით ესე იგი ჭრიჭინა და ჭიანჭველა გახსოვთ ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ და ჭრიჭინამ ესე ჭიანჭველა სულ მუშაობს ცხოვრება და ამ დროს ჭრიჭინა სულ დაჭრიჭინებს და ახლის ხარობს გაზაფხულია ზაფხულია ბედნიერია არაფერს არ იკლებს მაგრამ აგრონ ჭიანჭველა მუშაობს და დამთავრდა ეს გაზაფხული ზაფხული შემოდგა მოვიდა ზამთარი ნუ ალეგორია ხო ცხოვრებაც და მოვიდა ზამთარი და შეცივდა ამ ჩვენ ჭრიჭინას რაკნას უკვე ყინვა მთელი იყინება და მიადგება ამ ჩვენ ჭიანჭველას და მიშველეო რა ხო ხედავ
ცივაო რაღაც მოგტებიო და ამ დროს ჭიანჭველას მომარაგებულია ხო საჭმელები რაღაცა და არის თავისთვის და ეს როგორ გვასწავლდნენ სკოლაში და ჭიანჭველა გაუბრაზდა აი თელი ზაფხული რო დახტიდო და დაფრინავდი და დახტოდი და ცეკვავდიო იმაზე არ ფიქრობდიო რა მომავალი გექნებოდაო და მოუკეტავს კარებს და გააგდებს ამ ჩვენ ჭირჭინას გარეთ. ნუ თავისთავად ჭირჭინა დაიღუპება და მორალი გახსოვთ ხო სკოლაში რომ და იმუშაო და ამ შენ მუშაობით ასე ვთქვათ სიბერე კარგი გექნება ხო? ჩვენ კომუნისტური იდეოლოგიაში მაგას გვასწავლდნენ და ფაქტობრივად ასეც არის ხო ახლა რასაც ვამბობთ ახლა ამერიკაში მთელი ცხოვრება მუშაობ იმისთვის რომ მე სიბერე ქონდეს ასე თუ ისე წყნარი. მაგრამ მეორე მხრივ რო შეხედო სხვანაირად ხო? ახლა რა ჯობია ახლა იმ ჭრიჭინამ ყველა თავის ცხოვრების როგორ გითხრათ სიკარგე და სიხალისე შეითვისა და ნუ კაი ჭრიჭინა მოგტება ახლა და ის ჭიანჭველა მოგტება სხვა 1 3 4 5 წლის შემდეგ ხო მაგრამ ვისი ცხოვრება ჯობდა ჭრიჭინასი თუ რა ქვია იმას ჭიანჭველასი არ ვიცი მეგობრებო ახლა მე თქვენთ საფიქრელად სადისკუსიო დაგიტოვეთ მაგრამ ცხოვრებაში ხოვასია ხო აი ადამიანები რამდენი ვიცი ტრუდაგოლიკებს რო ეძახიან მუშაობენ და ბოლოსაა და მე სიბერეში აი ზოგჯერ მე გვეცინება კერა ხა მე კერ ვიზახია სამაგეროდ ფული გაქვს მე ეს რასაც ფულს იშოვი მე ამ ფულს ისევ შენ ჯამთელობაზე ხარჯავ იქ კათი გამანტყოფობა ექიმები და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამ თემაზე ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი და არა მარტო ადამიანს არამედ მეცნიერებს და დღემდეც როგორ უნდა გადალახო ეს პრობლემა მაგრამ ნუ ფაქტია რომ ცხოვრება ასე თუ ისე ნებისმიერ ვარიანტში გავა და ალბათ ყველაზე ნაღდი და აი ესე თქვა სახელმწიფოებრი რომლებიც ეს დამუშავებული აქვს ალბათ არის აი ზომიერება ხო ეხა ფაქტობრივად როგორ არის ეხა ჩვენ ცივილიზებულ ქვეყნებს რო ვიძახით ადამიანი მუშაობს და საპენსიო სპეციალურად ადებინებენ საპენსიო ფონდში და მე ეს პენსია უკვე სიბერეში გეხმარება. აი რაც უფრო დახვეწილი, უფრო კარგია, რაც უფრო ცუდი არ არის კარგად დახვეწილი, არ არის. მაგრამ რა უყო ცხოვრება მაინც გაგრძელდება და ალბათ ისევ ჯობია, ისევ შვილები შეხა ხო არის ქვეყნები, რომ ზოგიერთ ქვეყნებში პენსია საერთოდ არ არის. მაგათი სიმშვიდე და სიწყნარი არის მათი შვილები და შვილიშვილები, მაგრამ მე იქ საკე პრობლემაა, ზოგჯერ ცუდი შვილი გამოდის, ზოგჯერ შვილიშვილი და მიგდებულია ის მოხუცი და უპოვარი. ხო, რამდენი ასეთი მაგალითებია. ჯობია და რომელი ჯობია ამ დისკუსიაში მე არ შევარ, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რაც არის. მაგრამ ფაქტია, რომ ასეა, ხო? მუშაობ იმისთვის, რომ მე ასაკში და სიბერეში ცოტა შვიდად და წყნარად იყო. მაგრამ სიბერეს და ასაკს რო ვერ გაექცევი, ესეც ხო ფაქტია. აქ რა არის იცით მეგობრებო, აი ჩემი აზრით და ალბათ თანხმებით. აქ ყველაზე დიდი ტრაგიზმი თქვათ, არ მინდა ასე უხეშავ თქვა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანი რომ მიდის სიბერეში, ფუნქციას კარგავს, ხო? ეხლა შენ რო შვილიშვილის მიდიხარ კაცი ხარ, ის თქვა ხარ კაცი, ხო? ოჯახში მოგაქვს ფული, ბავშვებს დი, ცოლსული, იმასული, ამასული, სკოლის იმას უზრუნველყოფ, სვენების იმებს უზრუნველყოფ და შენ ადამიანი ფუნქციაში ხარ, რა ვიტყვიან რა. და მე უკვე რო გადიხარ პენსიაში, ფაქტიურად ადამიანი კარგავს ფუნქციას, იმიტომ ფიზიკურად არ შეგიძლია და უკვე თუნდაც იმ ოჯახისთვის და იმ რაღაცისთვის ხო სამსახურისთვის ის ახარ არ ახარ საჭირო და უკვე ფუნქცია გიждდებიან ადამიანები ხო რამდენია ხო აი მაგალითად ადამიანები რო არ მიდიან ცოცხალთავით პენსიაზე იმიტომ უნდა ბოლომდე ეშინიათ რომ რა გააკეთონ უფუნქციოდ ეშინიათ რომ დაკარგონ ისა მაგრამ ჩვენ ახლა ასე თუ ისე ჩვენ ქართველებს მაინც ბებიები, ბაბუები, დიდი ბებიები, ბაბუები მაინც შვილები და შვილიშვილების გაზდაში ხარჯავენ ამ ენერგიას და ფაქტობრივად ფუნქციას არ კარგა ამ ბებიები და ბაბუები რამხელა საქმეს აკეთებენ მათ მომავალი თაობისთვის ხო ეხლა წამოდი რამდენი ოჯახია რომ ეხლა წამოდი ბებია და ბაბუა რო არ იყოს შუა ასაკის ადამიანები როგორ მიხედავდნენ თავიანთ ბავშვებს და ეხლა ბებიას ამ ბაბუას სკოლაში მიყავს იქ მიყავს აქ მოყავს ეხმარება ბაზარში და ამით ასე თუ ისე აგვარებენ ხო მაგრამ მაინც საერთო ჯამში
ნებისმიერ მოხუცის იმაში თვალებში რო ჩაიხედო, ნებისმიერ ცოტა ესე მომივიდა, მაგრამ აი თვალებში სევდას არ გძნობთ ხოლმე? აი მე მაგათ ხშირად ეხა მოხუცეს ვხვდები ხოლმე. სევდა არის, სევდა რომ რაღაც აღარ შეუძლია, კი, თავისთავად არ შეუძლია, მაგრამ ფუნქცია აქვს დაკარგული. აქედან გამომდინარე, რა არის გამოსავალი, რომ ასეთ გომარში ვარ ჩავარდე? გამოსავალია, რომ ასეთ მოხუც ადამიანებს ფუნქცია არ დაუკარგოთ. აი ახლა ადრე მაგალითად ახლა ჩვენთან ხო იყო კავკასიაში აფხაზები, ჩეჩნები განსაკუთრებით, ქართულ ოჯახებში უკვე იკარგება სამწუხაროდ. აი ადრე როგორ იყო ხოლმე, რომ ერთი ოჯახში ასე დიდი მაგი და იშლებოდა, თავში იჯდა ოჯახის უფროსი, ხო? ყველა შესწინებდნენ ის შუათან ასაკიც, პატარას, იმიტომ რომ ეკითხებოდნენ თავის ცხოვრებაზე გამოცდილება რაღაც გადამწყვეტი მომენტები რო იქ ახალგაზრდები რაღაცას აკეთებდნენ და რაღაც გადასაწყვეტი მომენტი რო იყო, მოდიოდნენ და ან უხუცესთან მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ მის რჩევებს. და ახლა მოხუციც უკვე კარგად გზნობდა თავ და აი მანდ უკვე ამხელა ფუნქცია ჰქონდა ხო ასაკოვან მოხუც ადამიანს და ის უფრო ახალგაზრდა იყო, მაგრამ დღეს ახლა როგორ ხდება ხო ნახეთ მოხუც ვინ ეკითხება, არავინაც არ აკითხება, იმიტომ ახალგაზრდა მიცის რომ იმან რა იცის კაცო ის ძველი დროის კაცია, თუნდაც შუათანა და გაპრუტუნებული ზის იქა იმან რა იცის იყო მოხუცი და არავინ არ ეკითხებიან, ხო? აი მე რა ვიცი, ახლა მე შეიძლება მე ვწდები, მაგრამ ნუ ფაქტობრივად ეს ტენდენცია არის. იმიტომ ჩემ მეუღლესთან მქონდა საუბარი და მეთქი ნინო მეთქი რო დავბერდებით იმედია ფუნქცია არ დაგვეკარგება მეთქი. ნუ რას გულისხმობდი რომ ჩვენი შვილები ჩვენთანვილია და კითხავენ და ნუ რა თქმა უნდა მთავარია რომ ეხლა მეც ახლა შეიძლება თანამედროვე რაღაცაში ვერ ყვეოდი, მაგრამ ადამიანი ხო არ იცლება 2000 წლის თუ 3000 თუ 100 წლის წინ ფუნქციები ერთია. შეიძლება ტექნიკურ რაღაცებში ვერ ერკვეოდე, მაგრამ აი სულიერი მდგომარეობა, სითბის მდგომარეობა, აი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა ეს და ალბათ ესეც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. აი ხო გინახიათ, აი მაგალითად არიან ხოლმე ბებია ბაბუებთან გარბიან არდაგებზე და დასასვენებლად, იმიტომ რომ უხარიათ ახალგაზრდობას იქ მისვლა, იმიტომ ბებია ბაბუასთან სითბოს გარდა სხვა რაღაცასაც გძნობენ. ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ და ალბათ აი ბებია ბაბუებსაც ამ შემთხვევაში ფუნქცია არ აქვს დაკარგული. თუმცა არიან რომ ოღონდ ბებია და ბაბუა არ დაინახონ, უბრალოდ ვალდებულების გულით ზუვლიან იმათ, თორე დიდი ისეთი მიდრეკილება არ აქვს რომ მათთან ერთად იყვნენ. საკმაოდ ისეთი თემაა რა, საინტერესო, მრავალფეროვანი და ალბათ ამასაც მე უფრო თუ შევხვდებით და თუ ისა ამას განვიხილავთ. რომ იმ ასაკის რომ მიაღწევს ადამიანი, რასაც ვეძახით სიბერის ასაკს, რომ ის იყოს ბედნიერი რომ იყოს, უნდა ქონდეს ფუნქცია. აი ახლა უახლოვდებით ისევ იმ სოფელს თუ დასახლებას დავიწყეთ, ხო? ეს ამერიკელი ტრაილერი ძღოლი. ასე ვთქვათ, იმუშავა მთელი ცხოვრება და იყიდა რაღაც მონაკვეთი და ასე მისნარი მეზობლებიც არიან. ალბათ მე დრო რომ ექნება ასეთ ადამიანებსაც შევხვდებით და უფრო რო იტყვიან სულში ჩავწდები, ჩუში ჩავწდები და ბევრ რაღაცას მოვაპოლინებთ. ოფსეკი რომ ამას ყველაფერი გათვლაო, აი ნახეთ ახლა ადამიანები აი ხა სადაც იმუშავა, სადღაც გათვალა და იფიქრა რომ ახლა ამ უდაბნოში აი თქვათ ახლა აქ თუ რაღაცა სახლის სიტყვაზე ღირს $10,000, იგივე სადღაც სხვაგან ღირს $100,000 და $200,000 და ადამიანმა გადაწყვიტა რომ აგერ მაქვს საშუალება და აგერ გათვალა და რაღაცა იყიდა აგერ რაღაც დასახლებაში და თავის ასე ვთქვათ სიცოცხლის ბოლო წუთებს გაატარებს რა. ნახეთ მეგობრებო, რამხელა სივრცეა, უდაბნო, იქითაც უდაბნო. ნუ გახსოვთ იქ რკინიგზა გადის, ეთყობა აქ ძველი დასახლება იყო და იქით შორს არის ლას-ვეგასი. მაგრამ ადამიანმა გათვალა ისევ თავისი ფინანსური შესაძლებლობები და არჩია ცხოვრება ასეთ ადგილას. ეხლა მე ხო ტრაილერი ძღოლი ვარ და ერთ დღესაც რომ მომინდეს რა, ჩემ პენს გადავწყვიტო და აი ეს ადგილას ვიყიდო პატარა რაღაცა ბუდკა და ვიცხოვრო.
ეხლა ჩვენთვის კი არის საინტერესო, მაგრამ ეხლა მოხუც, ეგრე არის ის კაცი ეგრე, მაშინ რა შეხვდა, ვიღაცას დაძებს ეგრე. ტრაილერი ზღոր. ეხლა ჩამოვა ჩვენც ეხლა გვეჩქარება და მაგრამ როგორ ამბობენ გემონებაზე არავინ არ დავობს, ეხლა თქვენი ცხოვრებდით ასე ადგილას და თქვენ ასე თქვათ სიბერეს და ესე დასახს აგაატარებდით. ეხლა ქართველი ადამიანი რომელიც შეჩეულია ჩვენ საქართველოს, ჩვენ ტრადიციებს, ჩვენ იმეებს ნამდვილად ეხლა 100 კაციდან 96 მეტრის უარს, მაგრამ ეხლა არის ეხლა თუ ისეთი დრო წავიდა როგორც ეხლა ცივილიზებულ სამყაროს ალბათ ესეც მოვა. ნუ არ ვიცი, ეხლა ეს თემა მე თქვი ასე თუ ისე. მაგრამ ისე და ისე მეგობრებო, მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ვიცით ღირებულებები, ქართულ ღირებულებებს ვიძახი და არ ამგონია რომ სიბერეში ახლა ანგარიშიდან გამომდინარე რომ ცოტა გადასახდელია და ასეთი ადგილი ავირჩიოთ. მაგრამ ესეც ისე სადისკუსიო თემად შემოვიღე. კარგით, აი მეგობრებო, ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ, ნატურაში ბუნებრივად და ასე შემდეგ. შევხვდებით ალბათ მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად, გემშვიდობებთ. ყველას ბედნიერ და როგორ თქვათ, ფუნქციურ სიბერეს გისურვებთ.